ერთ-ერთი მწვერვალის თავზე მიტოვებული სახლი დგას, რომლის კედლებიც მრავალ საშინელ მოგონებას ინახავს, მაგრამ ეს სახლი ერთადერთი საშიში ადგილი არაა. ამ ეპიზოდში იმ ადგილების შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც შემზარავი ისტორია აქვთ. მექსიკის შტატის ნუევო-ლეონის ცენტრში მდებარე მთის მწვერვალზე უცნაური შენობა დგას. ლაუასტეკას სახლი პირველივე შეხედვისთანავე გვაფიქრებინებს, რომ ის განსაკუთრებული ადგილია, მაგრამ საინტერესოა თუ რაში დასჭირდათ ასეთ სიმაღლეზე სახლის აგება. 1955 წელს ცნობილმა მეცნიერმა ედუარდო პეკინიომ ამ ადგილას სამსართულიანი სახლის აშენება გადაწყვიტა. ამ სახლში ის ოჯახთან ერთად ცხოვრებას აპირებდა. ედუარდო მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარებას გეგმავდა და ამიტომაც მას იზოლირებული ადგილი სჭირდებოდა. 5 წლის შემდეგ, როდესაც სახლის მშენებლობა დასრულდა, ოჯახი იქ საცხოვრებლად გადავიდა. დღეები ღამეებს ცვლიდა, კვირებს თვეები ენაცვლებოდა, მაგრამ მეცნიერი სახლიდან არ გამოდიოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამტკიცებდნენ, რომ მწვერვალიდან მუდმივად საშინელი ყვირილის ხმა ისმოდა. როგორც აღმოჩნდა, მეცნიერმა საკუთარი თავი იშვიათი ტროპიკული ვირუსით დაინფიცირა, რათა მის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონოდა. ამ დაავადების დროს ადამიანებს სხეულზე გამონაყარი აღენიშნებათ, რომელიც მათ მუდმივად ეკავებათ. მეცნიერი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა, მაგრამ ერთ დღეს ის სრულიად გამოჯანმრთელდა და ოჯახთან ერთად სახლის სამუდამოდ დატოვა. 80-იან წლებში ეს შენობა სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. თავდაპირველად მისი მუზეუმად გადაკეთება იგეგმებოდა, მაგრამ რატომღაც გეგმა ჩაიშალა. ახლა ეს სახლი მხოლოდ ბუნების ძალას ეკუთვნის. არადა წესით მეცნიერის გაბედული ექსპერიმენტები დავიწყების ნაცვლად პატივისცემას იმსახურებდა. ეს მიტოვებული სახლი ტაივანის ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს. მას მინსიუნის მოჩვენებების სახლს უწოდებენ. სახლის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს, ამიტომაც მის სიახლოვეს მდებარე უნივერსიტეტის სტუდენტები ამ ადგილას საკუთარ ნებისყოფას ხშირად ცდიან. 1929 წელს აგებული სახლი მდიდარ ბიზნესმენს და მის ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ 50-იანი წლებისთვის ის უკვე მიტოვებული იყო. ზუსტად არავინ იცის თუ რატომ გადაწყვიტა ოჯახმა სახლის დატოვება, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მოსამსახურეს სახლის მეპატრონესთან რომანი ჰქონდა და როდესაც მისმა ცოლმა ღალატის შესახებ გაიგო, ის ქალს თავს დაესხა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მოსამსახურე ეზოში განთავსებულ ჭაში ჩავარდა და მალევე დაიხრჩო. ამიტომაც მისი სული სახლში სამუდამოდ დარჩა. ტაივანელი ჯარისკაცები, რომლებიც სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ყოველ ღამე იქიდან რაღაც ხმები ისმოდა. რა მოხდა ამ ადგილას სინამდვილეში, დღემდე უცნობი რჩება. კლინიკები ყოველთვის ნეგატიურ შეგრძნებებს იწვევენ. ეს შეგრძნებები ორმაგად ძლიერდება მაშინ, როდესაც კლინიკა მიტოვებულია. ეს ნიუშენ პარკის ჰოსპიტალია, რომელიც ლივერპულში მდებარეობს. შენობა 1874 წელს აშენდა და ის თავდაპირველად ბავშვთა სახლის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ბავშვები იქ ბედნიერები არასდროს ყოფილან. მათი დასჯის ძირითად საშუალებას სხვენში განთავსებული კარადები წარმოადგენდა, რომლებშიც ბავშვებს ხშირად კეტავდნენ. 1954 წელს შენობა ფსიქიატრიულ კლინიკად გადაკეთდა. უცნობია თუ როგორ ექცეოდნენ იქ პაციენტებს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, 1997 წელს მისი დახურვა გადაწყდა. როგორც ამბობენ, ნიუშემში მოჩვენებები ბინადრობენ. ამიტომაც ამ ადგილს ადრენალინის მოყვარული ადამიანები ხშირად სტუმრობენ. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას ჯგუფმა ეს ფოტო გადაიღო. თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, უცნაურ სილუეტს დავინახავთ. ჯგუფის წევრები ამტკიცებენ, რომ მათ ეს ადამიანი რეალურად არასდროს უნახავთ. ეს სახლი ჯონ ლოუსონმა ნიუ-იორკიდან 129 კილომეტრის მოშორებით ააგო. ის პატარა სოფელში, ნიუ-ჰამბურგში მდებარეობს. ცნობილია, რომ 1871 წელს მატარებლების შეჯახების გამო სახლიდან 61 მეტრის მოშორებით ძლიერი აფეთქება მოხდა, მაგრამ შენობა არ დაზიანებულა. 6 წლის შემდეგ, 1877 წელს ხანძრის შედეგად სოფელში თითქმის ყველა შენობა დაიწვა, მაგრამ ლოუსონის სახლი განადგურებას ამჯერადაც გადაურჩა. გარდა ამისა, 2016 წელს ადგილობრივებმა საკმაოდ უცნაური რამ შენიშნეს. სახლის პარმაღზე მანეკენები გამოჩნდნენ, რომლებსაც ძველი ტანსაცმელი ეცვათ. არავის უნახავს, რომ ისინი ვინმეს დაედგას, თანაც სახლი დიდი ხნის წინ მიატოვეს. ყველაფერთან ერთად მანეკენების ადგილმდებარეობა და ტანსაცმელი მუდმივად იცვლებოდა, მაგრამ კვლავ არ ჩანდა ის ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ზოგიერთი ადგილობრივი ფიქრობდა, რომ მათში მრავალი წლის წინ მომხდარი ტრაგედიების შედეგად დაღუპულთა სულები ჩასახდნენ. უცნაურია, მაგრამ მანეკენები მალევე გაუჩინარდნენ. დაბრუნდებიან თუ არა ისინი ოდესმე არავინ იცის. კომოს ტბიდან აღმოსავლეთით კორტენოვას კომუნაში ძველი ვილა დგას, რომელიც 1857 წელს იტალიის ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელისთვის, გრაფი ფელიქს დე ვეკიოსთვის ააგეს. რამდენიმე წლის შემდეგ ამ ადგილას მომხდარი ტრაგედიის გამო მას კასა დელ სტრეჰე, ანუ ჯადოქრების სახლი შეარქვეს. ცნობილია, რომ სახლის აგების დროს მისი არქიტექტორი ალესანდრო სიდიოლი მოულოდნელად გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, სახლის მშენებლობა დასრულდა, ხოლო გრაფი ოჯახთან ერთად იქ საცხოვრებლად მალევე გადავიდა. 1862 წლის ერთ საღამოს
გრაფმა საშინელი რამ ნახა. საძინებელში მისი ცოლის გვამიეგდო. გაოგნებულმა გრაფმა შვილს დაუძახა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გოგონა უკვალოდ გამქრალიყო. ორი ადამიანი, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარდა, უცნობი დამნაშავის გამო მასთან აღარ იყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში გრაფი საკუთარ შვილს ეძებდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად სახლში მძარცველები შეიჭრნენ, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე გრაფის შვილია. 10 საგვარეულო სახლში მეორე მსოფლიო ომამდე ცხოვრობდა. ამის შემდეგ კი მათ შენობა მიატოვეს. დღეისათვის სახლი თითქმის განადგურებულია. მისი კედლები კი გრაფიტითაა მოხატული. უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ამ ადგილს ვანდალების გარდა ოკულტისტებიც ხშირად სტუმრობდნენ. როგორც ამბობენ, იქ უცნაური რიტუალები ტარდებოდა. ფაქტია, რომ მიდუმალებით მოცული ადგილი უამრავ ადამიანს იზიდავს და უმეტესი მათგანი ამტკიცებს, რომ შენობაში ყოფნის დროს ისინი ვიღაცის არსებობას მუდმივად განიცდიან. ერთი შეხედვით, ინგლისის საგრაფოში ნორფოლკში მდებარე რეინჰემ-ჰოლი უწყინარი ადგილია, მაგრამ ეს სახლი ბნელ საიდუმლოს ინახავს. 1936 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გაზეთში ეს ფოტო გამოჩნდა. თქვენს წინაშე რეინჰემ-ჰოლის მოჩვენებაა. ზოგიერთი თვლის, რომ ეს ლედი დოროტი უოლპოლის სულია, რომელიც ინგლისის პირველი პრემიერ-მინისტრის რობერტ უოლპოლის და იყო. ის ამ სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ცნობილია, რომ დოროტის რომანი ჰქონდა, რომლის შესახებაც მისმა მეუღლემ შეიტყო. არსებობს რამდენიმე ვერსია იმის შესახებ, თუ რა მოხდა სიმართლის დადგენის შემდეგ. ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად, ქმარმა დოროტი ერთ-ერთ ოთახში სიცოცხლის ბოლომდე გამოამწყვდია. ქალი 1726 წელს 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ რეინჰემ-ჰოლის სტუმრებს დერეფანში ქალის სილუეტი ხშირად შეუნიშნავთ. მისი მოჩვენება მეფე ჯორჯ მეოთხესაც კი ჰყავს ნანახი. რეინჰემში დასვენების დროს ერთხამეს მეფეს მოულოდნელად გამოიღვიძა. მალევე მან საკუთარი საწოლის წინ ქალის მკრთალი სილუეტი შენიშნა. შეშინებული მეფე ამ სახლში აღარასდროს დაბრუნებულა. რეალურად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ფოტო რეალურია. შესაძლოა სილუეტი უბრალოდ ობიექტივის ლაქა, ან საერთოდაც ის ადამიანი იყოს, რომელიც სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ შექმნიდა თუ არა პატივცემული ფოტოგრაფი ყალბ ფოტოს. ამ კითხვაზე პასუხი დღემდე უცნობია. ნიუ-იორკში მდებარე უიკოფის ვილას დემონების სამფლობელოს უწოდებენ. ის 1894 წელს უილიამ უიკოფისთვის ააგეს. მისი აგებიდან რამდენიმე თვის შემდეგ უიკოფის ცოლი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ამბიდან მეორე დღეს უილიამიც იგივე მიზეზის გამო დაიღუპა. სახლის მფლობელი მისი შვილი გახდა, მაგრამ დიდი დეპრესიის დროს 30-იან წლებში მან სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ რატომღაც მომდევნო 60 წელი მასში არავის უცხოვრია. მიუხედავად იმისა, რომ სახლი აუქციონზე რამდენჯერმე გამოიტანეს, ადამიანებს მისი შეძენა არ საბოლოოდ 2022 წელს, როდესაც სახლის ფასი კიდევ უფრო დაეცა, უძრავი ქონების ინვესტორმა რონალდ კლეპმა ის $300,000 შეიძინა. ახალი მფლობელი სახლის რესტავრაციას და იქ სასტუმროს გახსნას გეგმავს. საკულტო თამაშის Silent Hill-ის ეკრანიზაციაში ქალაქის წარმომავლობა შეცვლილია. ქალაქის ქვეშ მუდმივად რაღაც იწვის, ამიტომაც ჰაერში ფერფლი და კვამლი ტრიალებს. რეალურად ასეთი ადგილი ნამდვილად არსებობს და მისი სახელი ცენტრალია. 1962 წელს ქალაქის მერიამ 15 მეტრის სიმაღლის ნაგავსაყრელის განადგურება გადაწყვიტა. მათ ნაგავს ცეცხლი წაუკიდეს. ამ დროს მეხანძრეები ცეცხლის მიმართულებას აკონტროლებდნენ. ჩანდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ცეცხლი დაბრუნდა. ის კვლავ ჩააქრეს, მაგრამ მალევე იგივე განმეორდა. საბოლოოდ ნაგავსაყრელის ქვეშ არსებული მიწის შემოწმება გადაწყდა, რის შემდეგაც ადამიანები მიხვდნენ, რომ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს. აღმოჩნდა, რომ ცენტრალია ნახშირის საბადოს თავზე მდებარეობდა და ნაგვის დაწვის დროს ცეცხლი მასაც გაუჩნდა. ნახშირის გამო ქალაქში და მის მიმდებარედ ხუთავი აირი გავრცელდა. ქალაქის მერია ცეცხლის ჩაქრობას მთელი ძალებით ცდილობდა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ადამიანები ქალაქის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. ამ დროს კი ჰაერი ნელ-ნელა იწამლებოდა. დაახლოებით 20 წლის შემდეგ მათ მოწამლული ჰაერის პირველი შედეგები იგრძნეს. ადამიანები გონებას კარგავდნენ. ხეები ხმებოდა, ხოლო გზა მიწის ქვეშ ვარდებოდა. მოკლედ ეს ადგილი უსაფრთხო აღარ იყო. საბოლოოდ 1991 წელს 12 წლის ბიჭი კინაღამ დაიღუპა მას შემდეგ, რაც მის წინ 46 მეტრის სიღრმის ნაპრალი გაჩნდა. ამის შემდეგ ქალაქი რამდენიმე ადამიანის გარდა ყველამ დატოვა. 1918 წელს კოსტა-რიკაში კარლოს დურან კარტინის შვილი ტუბერკულოზით დაავადდა. ამიტომაც კაცმა მისთვის და სხვა დაავადებული ბავშვებისთვის კლინიკა გახსნა. ეს დურანის სანატორიუმია, რომელიც კოსტა-რიკაში ერთ-ერთ ყველაზე პარანორმალურ ადგილად ითვლება. კარლოსის მრავალი მცდელობის მიუხედავად, მისი შვილი გარდაიცვალა. სანატორიუმი 60-იან წლებამდე მუშაობდა. ამის შემდეგ ის ბავშვთასახლად, უფრო მოგვიანებით კი ციხედ გადაკეთდა. მაგრამ 70-იან წლებში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შენობა ნაწილობრივ დაზიანდა, რის შემდეგაც ის სამუდამოდ დაიხურა. დღეისათვის ეს შენობა მიტოვებულია, მაგრამ ადგილობრივების თქმით ის სარიელი არასდროსაა. ამბობენ, რომ სანატორიუმში იქ მომუშავე პერსონალისა და პაციენტების სულები სახლობენ. კოსტა-რიკის ერთ-ერთმა გაზეთმა ეს ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც თითქოს სანატორიუმის მოჩვენება ჩანს. როგორ ფიქრობთ, ფოტო რეალურია თუ ვიღაცამ უბრალოდ იხუმრა? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში.
ბელგიაში პატარა ქალაქის სელის თავზე შატო მირანდა დგას. ციხესიმაგრე 1907 წელს ააგეს. ის გრაფმა ლიდეკერ კედებეაფორტმა საკუთარი ოჯახისთვის ააშენა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ოჯახს ქვეყნის დატოვება მოუწია, რადგანაც ბელგია გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული. გერმანელებმა შატო მირანდა ხელში ჩაიგდეს და ის ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ ბანაკად გადააქციეს. ომის შემდეგ ციხესიმაგრე ბავშვთასახლად, შემდეგ კი საზაფხულო ბანაკად გადაკეთდა. ეს ადგილი სიმკაცრით იყო ცნობილი. ზოგიერთი ბავშვის თქმით, მათ მასწავლებლები მუდმივად დასცინოდნენ. ბანაკი 60-იან წლებში დაიხურა და ამის შემდეგ ერთ დროს დიადი ციხესიმაგრე ნელ-ნელა იშლება, მაგრამ ეს ფაქტი ცნობისმოყვარე ადამიანებს მაინც არ აჩერებს. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ შენობაში ბავშვების ყვირილი მუდმივად ისმის. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მათ იქ მოჩვენებები ნახეს. იქნებ წარსულში რამდენიმე ბავშვი ამ ადგილას გარდაიცვალა, ხოლო მათი სულები ციხესიმაგრეში სამუდამოდ დარჩნენ. ახლა თქვენი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოს ნახავთ, რომელზეც მოჩვენებაა გამოსახული. ეს წარმოუდგენელი კადრი Queen's House-ში, გრინვიჩის მდიდრულ მამულშია გადაღებული. მაგრამ სანამ მოჩვენებაზე ვისაუბრებთ, უმჯობესია ისტორიით დავიწყოთ. Queen's House-ი მე-17 საუკუნის დასაწყისში იაკობ პირველის ცოლისადმი ბოდიშის მოხდის ნიშნად ააგეს. საქმე იმაშია, რომ ის ცოლს ეჩხუბა მას შემდეგ, რაც ქალმა შემთხვევით მისი ძაღლი მოკლა, მაგრამ სახლი 10 წლის შემდეგ აშენდა. ამ დროისთვის კი ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. იქნებ ეს მისი სულია, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არა. ინგლისის სამოქალაქო ომის დროს მამულში ჯარისკაცები ჰყავდათ დატყვევებული. ამის შემდეგ ის ბავშვთასახლის, კლინიკის და მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა. ასე რომ ფოტოზე გამოსახული სილუეტი შეიძლება სულ სხვა ადამიანს ეკუთვნოდეს. ეს ცნობილი ფოტო 1966 წელს მღვდელმა სახელად რალფ ჰარდიმ გადაიღო. მან მოჩვენება მხოლოდ მას შემდეგ შენიშნა, რაც ფოტო გამჟღავნდა. ჰარდიმ ფოტო ანალიზისთვის კოდაკს გაუგზავნა და მათ დაასკვნეს, რომ ის არც დაზიანებული იყო და არც შეცვლილი. ამ ფოტომ უდიდესი სენსაცია გამოიწვია და ამიტომაც პარანორმალური მოვლენების ექსპერტებმა მამულში სპირიტუალური რიტუალიც კი ჩაატარეს. როგორც ცნობილია, რიტუალი წარუმატებლად დასრულდა. მაუზოლეუმები ისედაც საშიშად გამოიყურებიან, მაგრამ რუმინეთში მდებარე ბობდას მაუზოლეუმი განსაკუთრებულად საშიშია. 1908 წელს აგებული მაუზოლეუმი ბარონი გიუდა ჩაოსისთვის იყო განკუთვნილი. მისი აგებიდან 3 წლის შემდეგ 1911 წელს ბარონი და მისი ცოლი გარდაიცვალნენ. ამიტომაც ისინი მაუზოლეუმში დაკრძალეს, მაგრამ ეს ისტორია ამით არ სრულდება. ჩაოსების ოჯახის პრობლემები მხოლოდ ახლა იწყებოდა. პირველ რიგში მათ ქონება წაართვეს და ქალაქის მაცხოვრებლებს გაუნაწილეს. მოგვიანებით 50-იან წლებში ქალაქის კომუნისტი მერი მაუზოლეუმში შეიჭრა, რათა იქიდან ძვირფასი ნივთები გამოეტანა. დღეისათვის ეს შენობა საკმაოდ განადგურებულია და ისაა ერთადერთი რამ, რაც მდიდარი ოჯახისგან დარჩა. 2022 წლის შემოდგომას კანადელმა ბლოგერმა ლაშქრობის დროს გორაკის თავზე მიტოვებული სახლი შენიშნა. ის ბუნების მშვიდი პეიზაჟისგან საკმაოდ გამოირჩეოდა და ჩანდა, რომ თითქოს ზედმეტიც კი იყო. ბლოგერმა კარის სახელური ჩამოსწია და აღმოჩნდა, რომ ის ღია იყო. დერეფანში ცხოველებისთვის განკუთვნილი გალიები ეწყო. ჭერი ჩამოშლილი იყო, ხოლო კედლები ჭუჭხს დაეფარა. მაგრამ ამავე დროს სახლში ახალი ტელევიზორი იდგა და მაგიდაზე ათობით სავსე ბოთლი ეწყო. ბლოგერმა იქაურობა სასწრაფოდ დატოვა და სახლის შესახებ ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა. რამდენიმე თვიანი ძებნის შემდეგ მან სიმართლე დაადგინა. აღმოჩნდა, რომ ოდესღაც სახლი ერთ კაცს ეკუთვნოდა, რომელიც ძაღლის მოშენებით იყო დაკავებული. ცხოველები საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ. მოსახლეობა თვლიდა, რომ კაცი საშიში იყო. ასეთები იყვნენ მისი ძაღლებიც. ცუდი პირობების გამო ცხოველები აგრესიულები იყვნენ და ქცევის პრობლემები ჰქონდათ. 2013 წელს სახლის მეპატრონი მოულოდნელად გაუჩინარდა. არავინ იცის თუ რა ბედი ეწიათ მას და მის ძაღლებს. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე გამანადგურებელი კონფლიქტი იყო, მაგრამ ტრაგედიები მხოლოდ ფრონტის ხაზზე არ ხდებოდა. ეს სახლი 40-იან წლებში ამერიკაში მცხოვრებმა იაპონელებმა ჰირაჰარას ოჯახმა შეიძინა. 1941 წლის დეკემბერში იაპონელებმა პერლ-ჰარბორზე იერიში მიიტანეს და ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მკაცრი ბრძანება გამოსცა. იაპონური წარმომავლობის ამერიკელები ქვეყნისათვის სახიფათოდ მიიჩნიეს. ამიტომაც ისინი სპეციალურ ბანაკებში გადაასახლეს. მალევე ჰირაჰარას ოჯახიც დააპატიმრეს. ახლა ისინი ლამაზი სახლის ნაცვლად იმ ბანაკში ცხოვრობდნენ, რომელშიც საშინელი პირობები იყო. საბედნიეროდ ომის დასრულების შემდეგ 1945 წელს ოჯახი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ისინი საკუთარ სახლში დაბრუნდნენ. ისინი 1989 წლამდე ცხოვრობდნენ, მაგრამ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მათ სახლი სამუდამოდ დატოვეს. ახლა მისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი, მაგრამ ეს მივიწყებული ადგილი ერთი ოჯახის ტრაგედიას ნათლად გვიჩვენებს.